სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს გაუჩნდათ სრულიად ახალი და განსაკუთრებული საჭიროება დ-ვიტამინის გამოყენებისა, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებაში ბრძიანი დღეების რაოდენობა შეიცვალა და ბუნებრივად დ-ვიტამინის წარმოქმნა ჩვენს კანში პრაქტიკულად შემცირებულია მნიშვნელოვნად. უკვე დაიწყო ზაფხული, სკოლისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო დრო გამოთავისუფლდა, მათ გაუჩნდათ ბევრად მეტი შანსი, რომ იყვნენ ეზოში, ურთიერთობდნენ ატმოსფეროსთან და თუ კი სადმე მოინახა ეზო, ესეთ შემთხვევაში ბავშვები კი ჩადიან ეზოში, თუმცა ჩადიან ისევ გაჯეტებით მომარჯვებული და იქ აგრძელებენ ჰიპოდინამიურ ცხოვრებას, არ თამაშობენ და არ იწვრთებიან ფიზიკურად. და სწორედ ამ ვითარებაში ამ ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათ ძვლეულ სისტემას შეეწყოს ხელი მაქსიმალურად. ანუ კალციუმის ცვლა უნდა იყოს ფიზიოლოგურ ჩარჩოში, რისთვისაც დ-ვიტამინის ნორმალური ოდენობა სისხლში არის აბსოლუტურად აუცილებელი. მეორე ასაკობრივი ჯგუფი არანაკლებ მნიშვნელოვანი და მოწყვლადი სწორედ დ-ვიტამინის თვალსაზრისით გახლავთ 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ხანდაზმული ხალხი, რომელთა ძვლებსაც გააჩნიათ უკვე სერიოზული რისკი დარბილებისა და მოტეხილობისა და სწორედ ამისთვის არის აუცილებელი, რომ კალციუმის ცვლა იყოს ისევ ფიზიოლოგურ ჩარჩოში ჩასმული, რისთვისაც ასევე აუცილებელია დ-ვიტამინის საკმარისი რაოდენობა სისხლში. შესაბამისად, იგივე ასაკობრივ ჯგუფს ესაჭიროება ზაფხულის თვეებშიც დ-ვიტამინის თუნდაც მინიმალური საპრევენციო დოზის გამოყენება. და მესამე ასაკობრივი ჯგუფი, ეგრეთ წოდებული შრომისუნარიან ადამიანთა საკმაოდ დიდი კოჰორტა, 20-25 წლის ასაკიდან 60 წლამდე, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, რასაკვირველია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულია საოფისე ცხოვრებით, ანუ დახურულ შენობაში ატარებენ საკმაოდ დიდ დროს და ის ორკვირიანი შეშობილება, რომელიც მათ ეკუთვნით, ზაფხულის განმავლობაში და ელოდებიან თვლიან დღეებს და გარბიან მერე ზღვაზე და ატარებენ მზის ქვეშ. ეს მზის ქვეშ გატარებული დღეები არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ულტრაისფერი სხივების სწორი გამოყენების ფონზე მათ იმდენი დ-ვიტამინი დააგროვონ, რომელიც მერე გარკვეული თვეების განმავლობაში ეყოფათ. არ არის ეს გამოსავალი ამ ვითარებიდან, დ-ვიტამინის უკმარისობა გრძელდება ზაფხულის განმავლობაშიც და თუ თქვა ჩვენ შუა გულბზეში და შუა დღის პირობებში კანს დავიწვავთ, ეგეთ შემთხვევაში შეიძლება დაგროვდეს დ-ვიტამინი, მაგრამ ეს არ იქნება გამოსავალი ერთი უკიდურესობიდან გადავალთ მეორე უკიდურესობაში და კანს დავაზიანებთ. ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფსაც ისევე საჭიროება დ-ვიტამინის სწორი და დროული გამოყენება, სწორად დოზირება ამ დ-ვიტამინისა, როგორც დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს. ჩემი როგორც ექიმის არჩევანი ეკუთვნის კომპანია Valmarks, რომლის მიერ მოწოდებული ვიტამინი D არის სახელწოდებით ვიტაფეროლი, მას გააჩნია ორი ფორმა, ერთი ეს არის წვეთები და მეორე კაფსულები. სხვადასხვა დოზირება გააჩნიათ, წვეთებს აქვს 400 საერთაშორისო ერთეული წვეთში, ხოლო კაფსულირებულ ფორმას აქვს 2000 საერთაშორისო ერთეული. ზაფხულისთვის ჩემი აზრით მისაღებია და უფრო ადვილად გამოსაყენებელია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში წვეთები, რომლის ერთ წვეთშიც კიდევ იმეორებს შედის 400 საერთაშორისო ერთეული და ის ერთი წვეთი სრულიად საკმარისია, რომელიმე საკვებზე დაწვეთებული, ან ენაზე შეგიძლიათ დააწვეთოთ ბავშვს, რომელიც ამოწურებს მთლიანად ზაფხულის პერიოდში დ-ვიტამინზე მოთხოვნილებას. დ-ვიტამინი ცხიმში ხსნა დ-ვიტამინია, მას შეწოვისთვის ჭირდება ცხიმიანი გარემო, თუმცა სწორედ აი ეს ვიტაფეროლი გახლავთ ისეთი ფორმა, რომელიც ავტომატურად თავის თავში მოიცავს უკვე ცხიმის გარკვეულ რაოდენობას, ის ცხიმში ხსნადი ფორმით მოგვეწოდება, რის გამოც ცხიმიანი საკვების ძებნა სულაც არ არის საჭირო, ამიტომ გამოყენება და მისი თქვა გამოყენების ფორმა სრულიად მისაღებია და მოსახერხებელია, რაც თავარია.